საქართველოში ყოველი მეორე მშობელი, რომელსაც ალიმენტის გადახდა ევალება, ამ გადასახადს არ იხდის. ალიმენტისთვის ბრძოლის საკმაოდ რთული გზა სულ მცირეს ამ ეტაპს მოიცავს. სასამართლოსთვის მიმართვას, საქმის განხილვას, შემდეგ კი გადაწყვეტილების აღსრულებას. ეს გზა ხშირად ისე გაივლის ხოლმე, რომ მშობელი სასამართლოს მიერ დაკისრებულ ვალდებულებას არ ასრულებს, ანუ ალიმენტს არ იხდის. თუმცა ვიდრე საქმე ამ ეტაპამდე მივა, გზად ბევრი კულტურული თუ სამართლებრივი გამოწვევაა. კვლევები ადასტურებს, რომ ამ ბარიერების გამო ბევრი ქალი ალიმენტზე დავას საერთოდ არ იწყებს, ხოლო ისინი, ვინც ამ ნაბიჯის გადადგმას მაინც გადაწყვეტენ, ალიმენტზე დავასთან დაკავშირებული სტერეოტიპებისა და ძლიერი სტიგმის მსხვერპლი ხდებიან. საზოგადოების მხრიდან მახსოვს არასამართლიანი და არასათანადო დამოკიდებულება ალიმენტთან დაკავშირებით. მაგალითად, ძალიან ბევრი ადამიანი მეუბნებოდა, რომ ეს არ იყო საერთოდ საჭირო და რატო ვართულებ საქმეს. ანუ ჩემს გარშემო ალიმენტის გაგება ნიშნავდა ჩემი შვილის მამის წვალებას. რას ერჩი ამ კაცს, რა გინდა, ხო იცი რომ მეტს ბევრს მაინც არ დაუწესებენ და გიღირს ამად ეს ემოციური გზის ასე რთულად გავლა, დაანებე თავი და ეს ფრაზები ძალიან ბრალეულობის განცდას გადებს, რომ თითქოს რაღაცა ისეთ უსამართლო რაღაცას აკეთებ, რომ მე შვილი რო გაიზრდება, მე რა უნდა ვუთხრა, რომ აი მაგალითად რამდენიმე 100 ლარის გამო აი ეს გზა გაიარე, განაღირდა. 2022 წელს ორგანიზაცია საფარმა ალიმენტთან დაკავშირებული კულტურული და საკანონმდებლო გამოწვევები იკვლია. კვლევაში ვკითხულობთ, რომ საალიმენტო დავა ქალისთვის იმდენად დამღლელია, რომ თუ მას მცირედი შემოსავალი მაინც აქვს, ამჯობინებს დავას თავი აარიდოს. მიზეზი სხვა ფაქტორებთან ერთად ისიცაა, რომ ქალებისთვის ალიმენტზე დავა მხოლოდ პერსონალური კი არა, სოციალური სირთულეც არის და ალიმენტთან დაკავშირებული საზოგადოებრივი განწყობები ხშირად ქალის ოჯახის წევრებსა და ნათესავებზეც კი მოქმედებს. საერთოდ რაიმეს მოდავე ქალი უკვე არ შეესაბამება მის გენდერულ როლს, იმიტომ რომ ის რაღაც მხრივ ხმის ამოღება, ანუ რაღაცა ხმა გაისმა, რომელიც არ უნდა გაეგო არავის, ხო? იმიტომ რომ ვიცით, რომ სტერეოტიპულად ბევრი რაღაცა მანკიერი პრაქტიკა ცოცხლობს საზოგადოებაში, სწორედ იმიტომ რომ ვიზეც ხორციელდება ეს მანკიერი პრაქტიკა, ისინი ჩუმად არიან. თვით სტიგმატიზაციაც ხდება, ხო? აი მათ შორის მოლოდინებიც არის ხოლმე, რომ თქვათ მოლოდინი აქვს, რომ მოსამართლე აუცილებლად კაცს მხარეს დაიჭერს, რა. და ეგეც ერთ-ერთი ამბავია, რომ ნუ აი რა აზრი აქვს ახლა რომ წავიდე და ამაზე დავა დავიწყო, იმიტომ რომ ნუ ვიცით რომ მაინც ესე იქნება. მაგის გარდა არის როგორი სტერეოტიპი კიდე იცით რომ ჩვენს რესპონდენტებს მათი მეგობრები, ნათესავები, ნუ ეუბნებოდნენ რომ თუ მოითხოვ ალიმენტს, მაშინ მამა ემოციურ კავშირს გაწყვეტს შვილთან და მისთვის გახდება რაღაცა ანგარიშის ნომერი, რომელზეც ყოველთვე უნდა ჩაურიცხო რაღაც თანხა. კვლევამ ეს არ გამოავლინა პირიქით, რომ თუ ის მამები, რომლებიც მათ იკისრეს ალიმენტი და რომლებიც იხდიან ალიმენტს, ხო, პირიქით უფრო მეტად არიან ემოციურად და თუნდაც ზრუნვის პროცესში ჩართულები. არის შემთხვევები, როდესაც კაცი უარს ამბობს განქორწინების დაშორების შემდეგ ბავშვზე ზრუნვაზე. საერთოდ უარს ამბობს ბავშვზე და ამბობს, რომ შენ ხომ გინდოდა ოჯახის დანგრევა, შენ ხომ გადაწყვეტე ცალკე ცხოვრება, წადი და იზრუნე შენ თავზე და შენ შვილზე. მე უარს ვამბობ ალიმენტის გადახდაზე. ეს არის რეალურად არა მხოლოდ ბავშვის ინტერესების უგულებელყოფა მამის მხრიდან, არამედ ქალის დასჯა მამაკაცის მხრიდან. ეს არის ეკონომიკური ძალადობა ქალზე და არა მხოლოდ ქალზე, ბავშვზეც, რომელიც ჩვენ საკანონმდებლო პრაქტიკაში არც თუ ისე კარგად არის დარეგულირებული. ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული, რომელსაც არაერთი ევროპის ქვეყანა არეგულირებს სისხლის სამართლის წესით. კვლევის თანახმად ალიმენტზე დავას ქალები ხშირად იმიტომაც ვერ იწყებენ, რომ ამ მიმართულებით საზოგადოებაში იურიდიული ცნობიერების პრობლემაც არსებობს. აქ არ უნდა დაგვავიწყდეს ის, რომ ბევრი ინტერსექცია არის, ბევრნაირი ქალი ყავს საზოგადოებაში, ხო? ეხლა ვიღაცა შეიძლება აქვს იურიდიული წიგნიერება, მაგრამ ფენებზეა მიბმული, ეს გეოგრაფიაზეა მიბმული, ხო? შეიძლება თბილისში უფრო მეტი ინფორმაცია ალიმენტთან დაკავშირებით, ან მეტი ორგანიზაცია მუშაობს. რეგიონებში ეს ძალიან დიდი პრობლემაა, იმიტომ რომ რეგიონებში მხოლოდ სამოქალაქო ორგანიზაციები და საზოგადოებები მუშაობდა და ეხლა ძალიან დიდი რაოდენობა მათი უკვე ლიკვიდაციას განიცდის, ხო? და მით უმეტეს რეგიონიდან შეუძლებელია ქალი წამოვიდეს და თბილისში
ეძებოს დამხმარე ადვოკატი, რომელიც მას ალიმენტის ამ პროცესში მინიმუმ 3 საფეხურია, ხო? ანუ მიმართვა, სასამართლო, მე აღსრულება. თუ ამ ყველაფრის მიუხედავად ქალი ალიმენტზე დავას გადაწყვეტს, მის წინ ახალი, ამჯერად სამართლებრივი გამოწვევები ჩნდება. ალიმენტთან დაკავშირებული კიდევ ერთი კვლევა, რომელიც 2023 წელს ჩატარდა, ამბობს, რომ სასამართლო ალიმენტის საქმეებზე ბავშვის ინდივიდუალურ საჭიროებებს არ იკვლევს და მათ ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას არ ითვალისწინებს. კვლევრების შეფასებით გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლოსთვის ამოსავალი წერტილი არა ბავშვის ინტერესები, არამედ მოპასუხის ფინანსური მდგომარეობაა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსში კი ასეთ ჩანაწერს ვკითხულობთ. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა აღზრდისთვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში და ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას. ციტატის დასასრული. სასამართლო, როდესაც განსაზღვრავს ალიმენტს, მხედველობაში იღებს ერთადერთ კრიტერიუმებს. როგორი არის მამაკაცის მატერიალური მდგომარეობა, არა რეალური მატერიალური მდგომარეობა, რასაც მას კანონმდებლობა ავალდებულებს, არამედ ფორმალური მატერიალური მდგომარეობა. მარტივად რომ ვთქვათ, შემოსავლების სამსახურიდან გამოითხოვს ცნობას, რამდენი არის მოცემულ პერიოდში მამაკაცის მიერ გადახდილი საშემოსავლო გადასახადი, ამით აკეთებს მარტივ კალკულაციას ძალიან ხისტად, მხოლოდ ამ ფაქტორის გათვალისწინებით განსაზღვრავს რა ოდენობის გადასახადის გადახდა შეუძლია მას. სინამდვილეში ეს ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება იმ სტანდარტებს, რომლებიც ჩვენ გვაქვს ბავშვის უფლებათა დაცვის სფეროში. სასამართლო რომ ალიმენტის საქმეების განხილვისას ბავშვის საუკეთესო ინტერესებით არ ხელმძღვანელობს, ამას ის იურისტებიც ამბობენ, რომლებიც არაერთი წელია ამ ტიპის დავებში ქალების უფლებებს იცავენ. ვიტყოდი, რომ სადღაც 80%-ზე მეტი შეიძლება იყოს, როდესაც საქმე მორიგებით დამთავრდა და არ იყო გათვალისწინებული ბავშვის საუკეთესო ინტერესი. არის საქმეები, როდესაც რა თქმა უნდა, ბავშვის ინტერესებიც არის გაზიარებული და მისი საუკეთესო ინტერესები, რომელსაც ასაბუთებდა ქალი მთელი ამ დავის განმავლობაში, იყო გათვალისწინებული, მაგრამ ეს არის ძალიან მწირი რაოდენობა ამ კატეგორიების საქმეებზე დადგენილი გადაწყვეტილებებისა, რომელზეც ბავშვის საუკეთესო ინტერესი იქნა რეალურად გათვალისწინებული. კვლევრები და იურისტები იმასაც აღნიშნავენ, რომ საალიმენტო დავებს ხშირად მოსამართლეებიც სტერეოტიპულად უყურებენ და ამასთან ქალების გადაწყვეტილებაზე ზემოქმედებასაც ცდილობენ. რუსა ბართიშვილიც, რომელიც ალიმენტის დანიშვნასთან დაკავშირებით დაახლოებით 1 წლის განმავლობაში დაობდა, იხსენებს, რომ დავისას სასამართლოს იმედი არ ჰქონდა და მოსამართლისგან შეუსაბამო დამოკიდებულებასაც გრძნობდა. ესეთი განცდა მახსოვს, ანუ მოსამართლის იმედი არ მაქვს, პროცესის იმედი არ მაქვს, სახელმწიფოს იმედი არ მაქვს. ცალკე ჩემი უფლებები იყო მისახედი, ცალკე ჩემი შვილის უფლებები იყო მისახედი და მახსოვს, რომ მოსამართლემ მიყვირა. ანუ აი ესე ძალიან აუწია ხმას მიყვირა და გააპროტესტა, რატო ვსვავდი ამდენ კითხვას და რატო ვცვლიდი აი ამ შეხედულებებს და გადაწყვეტილებებს. ან დღემდე მართლა ვერ ვიპოვნე შინაარსი რა გადაწყვეტილებებს ვცვლიდი, მაგრამ ეს საშუალება არ მომეცა, რომ ამაზე პასუხი გამეცე. მოსამართლეებსაც აქვთ რაღაცა წინასწარი განწყობები, სტერეოტიპული და ისინიც ისეთი თვალით უყურებენ ქალებს, რომ თითქოს ქალებს თავისთვის უნდათ ალიმენტი და აი ეს სიძულვილის ენაც ქალებს აიძულებს ხოლმე, რომ თუნდაც სასამართლოს პროცესიდან ან ზოგადად გავიდნენ თამაშიდან. მანიპულირებს სასამართლო ხშირ შემთხვევაში იმაზე, რომ აგერ მამა თანახმაა კონკრეტულად 200 ლარი გადაუხადოს თავის შვილს ყოველთვიურად, ვინაიდან მას სხვა საშუალება არ აქვს და გერჩივნოს, რომ დათანხმდე აი ამ 200 ლარს, ვიდრე დაგრჩეს გადაწყვეტილება აღუსრულებელი ფურცელზე. ძალიან ხშირია ხოლმე ეს შემთხვევები სასამართლოში და ქალებიც ხშირ შემთხვევაში თანხმდებიან იმ მიზერულ თანხმას, რომელიც რეალურად არანაირ საჭიროებას არ აკმაყოფილებს და ხშირ შემთხვევაში საარსებო მინიმუმზე გაცილებით ნაკლებია ხოლმე. სასამართლოს მიერ დაკისრებულ ვალდებულებას კი საქართველოში ყოველი მეორე ალიმენტვალდებული მშობელი არ ასრულებს. როგორც კვლევები ამბობს, აღსრულების სისტემა ამ მიმართულებით ეფექტიანობის მოთხოვნებს ვერ პასუხობს და თუ კი მშობელი ნებაყოფლობით არ ასრულებს საალიმენტო ვალდებულებას, იცულებით აღსრულება ძალიან პრობლემურია.